შეიძლება გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, რომელსაც თავად აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, ხომ? მას არ აღიარებს ძალიან ბევრი ქვეყნის ხელისუფლება, ხომ? პირველ რიგში მოკავშირეებთან უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ეს არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს, მაგრამ მაშინ, როდესაც მეგობარს მტერს უწოდებ და მტერს მოყვარეს, ეს ყველაფერი აღრევა ხდება ყველაფრის და ძალზე ძნელდება საერთაშორისო არენაზე ამ არაღიარების პოლიტიკის დაცვა, იმიტომ რომ შეუძლებელია შენ რომ დასავლეთის იმედი კონდეს და ბევრ ქვეყანაში ჩვენ არ გვყავს მაგალითად საელჩო და იქ სწორედ დასავლეთის ქვეყნების საელჩოები მუშაობდნენ მთელი თავის ძალით ამ არაღიარების პოლიტიკის განხორციელებისთვის და ძალიან ბევრმა ქვეყანამ თავი შეიკავა, სადაც რუსეთი ძლიერია, თავი შეიკავა ამ ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარებისგან სწორედ იმის გამო, რომ დასავლეთი გვეხმარებოდა. ახლა ყველაფერთან ერთად, როდესაც დასავლეთს უპირისპირდები, ესეც უნდა გაითვალისწინო, რომ მაშინ ეს საკითხი ღიად რჩება.